ზარი ბოლოჯერ დაირეკა. ძალიან სევდიანად ჩვენ დავამთავრეთ სიტყვები, რომელთაც სასულიერო სკოლის მე-12 კლასელებმა სიყვარული და მადლიერება გამოხატეს. მუდამ სკოლის დამთავრების ფიქრში მყოფნი, ახთენილი ოცნებით უკმაყოფილონი და ბავშვობის ტკბილი პერიოდის დასრულებით გულდაწყვეტილები ამღერდნენ, აცეკვდნენ და სატელევიზიო გადაცემები თავიანთი ინტერპრეტაციით წარმოადგენეს. გადაცემა პროფილისთვის დამახასიათებელი ინტერესი მოუყვეთ მაყურებელს საკუთარ თავზე და ისტორიები, რომელიც ქიმიის და ბიოლოგიის გაკვეთილებს შეეხო, საინტერესოდ წარმოდგენილი ქალური ლოგიკა და ბრაზილიური ტელესერიალიც კი. ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი მარიამ კუჩელაძის მიერ წაკითხულმა საკუთარმა ლექსმა შეძინა. სწორედ ლექსის ფრაზები დასასრული ყოველთვის ახლის დასაწყის ნიშნავს, ბოლოს არს ლაიტმოტივად გაზრდა სასულიერო სკოლის კურსდამთავრებულების შემოქმედებელმა მიტროპოლიტმა იოსებ მანდალოცა და მცხოვრების გზაზე წარმატებები უსურვა. ნამდვილად ამაღლებულია ეს დღე. საბედნიეროდ მე მომსწრე ვარ, კომისიაში ყოფილიყავ, როდესაც ეს ბავშვები სკოლაში მოვიდნენ და პირველი კლასის მისაღები გამოცდები ჩააბარეს. დღეს რა ვიცი, ძალიან მიხარიათ, რომ ჩვენი შვილები, მათ შორის ჩემი შვილიც, რომელიც წელს კურსდამთავრებულია, ესე ლამაზად წარდგნენ და დაამახსოვრეს ოზურგეთს თავი. პირველი ნაწილისა, რომელიც უკვე დამთავრდა, მაგრამ როგორც ბავშვებმა აღნიშნა, ყველაფრის დასასრული ახლის დასაწყის ნიშნავს და მე მჯერა, რომ ღმერთის სიკეთისა, სიყვარულისა, სათნოებისა მუდამ იქნება ამ ბავშვებთან და ამ ბავშვებს შორის. შეიძლება უწოდოთ სამადლობელის დღე, თავისებურად მადლიერების დღე, რამე თუ აი თითეულმა სცენაზე გამოსულმა ახალი ცხოვრების ფერხულში ჩამდგარმა თითეულმა მოსწავლემ, უკვე სკოლა დამთავრებულმა მადლობა გადაუხადა, როგორც სკოლას, როგორც პედაგოგებს, თითეულ დარბაზში მყოფს ადამიანს, თავიანთ მშობლებს, ჩვენს ქალაქს, ყველას და მე მინდა მათ მიულოცო არა დამთავრება სკოლის, არამედ ახალ ასპარეზზე ფეხის შედგმა. დედამიწის ზურგზე ამაზე უფრო სასიამოვნო, ამაზე უფრო რთული პროფესია არ არსებობს, როგორც მასწავლებლობა. მაგრამ ნაყოფი როგორი სასიხარულოა დღეს თქვენ ნახეთ. ამდენი მშვენიერი, უნიჭიერესი ახალგაზრდა იდგა სცენაზე და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ თითო აგური ჩვენც დავდეთ ამათი განვითარების, სწავლის, სიყვარულის და ბედნიერების გზაზე. ბავშვებო, გილოცავთ, ღმერთო, დიდებულო, გადმოხედეთ ჩემს ბავშვებს, რომ სულ მათი გზასავალი იყოს განათებული და ბედნიერი.